რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. მარტი პუტინის გენიალური სტრატეგიული ანალიზის თვეა. 2014 წლის მარტში დასრულდა რუსეთის ისტორიული მოქიშვის, შვედეთის 2 საუკუნოვანი ნეიტრალიტეტი. ძალიანაც არ უნდოდა შვედებს, მაგრამ რუსეთს ერთი ამოცანა ჰქონდა. ფინეთი და შვედეთი დაეტოვებინა ნატოს გარეთ. ახლა ჩვენ ნატოს წევრები ვართ. როგორ გამოვიდა შვედეთი არამხოლოდ ათვალიერებ მუზეუმს უსმენ. ქარიშხლის ხმას, რომელმაც ჯარისკაცები გაყინა. კი არის ამინდები, როცა შვედებსაც კი სცივად. ეს ალბათ დღეს ყველაზე თემატური სურათია. ჩარლზ მე-12 შვედეთის მეფე და ჰეტმანი მაზეპა. ერთად ებრძვიან რუსებს. მაშინ მართალია, ისე არ დამთავრდა როგორც გვინდოდა, მაგრამ ეგ არ აუშავს. ყველაფერი წინ არის. სწორად გესმით, ეს ჰეტმანი მაზეპაა, რომელიც კინაღამ უკრაინელ მეფე ერეკლედ იქცა. სრული შეგნებით მოკავშირეობდა რუსს, მაგრამ რუსმა როგორც ჩვევია უღალატა. ადგა მაზეპა და შვედებს შეეკრა. შვედეთის სამეფოში შედიოდა. შვედებს ძალიან მწარედ ახსოვს მე-18 და მე-19 საუკუნის დასაწყისში დამარცხება რუსებთან. შემდეგ გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, 200 წელი იყვნენ ნეიტრალურები და 2 წლის წინ შეუერთდნენ ნატოს. ახლა პირობას დებენ, რომ მეტად აღარ მიქარავენ და აღარ წააგებენ ომებს რუსებთან. ან განა ეგ ნატო უნდოდათ, არ უნდოდათ. მშვენივრად ცხოვრობდნენ თავიანთ ნეიტრალიტეტში. თვლიდნენ, რომ თავის დაცვა შეძლებდნენ, რადგან სუპერთანამედროვე სამხედრო მრეწველობაც ყოველთვის ჰქონდათ და ბრძოლისუნარიანი არმიაც. სამხედრო მუზეუმი მოგიყვებათ ამბავს, რომ ჯერ კიდევ 30 წლიან ომში, ანუ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, შვედურ არმიას ჩამოყალიბებული ზურგის სამსახური ჰქონდა. აგერ მათი ბუღალტერიაც. 25,000 კაციან ჯარს დღეში სჭირდებოდა 25,000 ფუნტი პური, ანუ 11,400 კილოგრამი. უხეშად, ნახევარ კილომდე ჩავუთვალოთ. 7,500 ფუნტი, ანუ 3,400 კილო ხორცი. თითოზე 126 გრამი. 160 კილოგრამი მარილი და სულ 34 კილოგრამი კარაქი. 300 წლის წინ კარაქი ეტყობა ნამეტანი ძვირი პროდუქტი იყო. რაც ოხრად ჰქონდათ კი ლუდია. არმია დღეში სვამდა 162,000 იმპერიულ პინცს, ანუ თითო ჯარისკაცი ისხამდა 3 ლიტრს ყოველ დღე. მოკლედ, თუ რამე წაუგიათ შვედებს ისტორიის მანძილზე, ლუდის ზომიერზე მეტ მოხმარებას უნდა დავაბრალოთ. თუ რა მოუგიათ, ალბათ ეგეც.
70-იანი წლებია შვედეთში ისევ გაწევა, ნეიტრალური სახელმწიფოა და ჯარისკაცს ძინავს. აქვს ფუფუნება იძინოს. ჯერჯერობით. ისი არ გაიგოთ, რომ შვედეთს მთელი ცივი ომი ეძინა. უფრო პირიქით. 1980 წელს მაგალითად 180,000-იანი არმია ჰყავდა 2400 ტანკით. აგერაა ცივი ომი, მთელი თავის დიდებულებით. საკუთარი და მტრისი არ არის. მერე კი წამოვიდნენ ქვემოთ. დაინგრა საბჭოთა კავშირი, დაინგრა ვარშავის ბლოკი. ნახეთ რა ჟრიამულია, ბერლინის კედელი დაინგრა. ამათ ეგონათ ომი მართლა აღარასოდეს იქნებოდა. პრინციპში მარტო ამათ არ ეგონათ. ერი თუ აღარაა ჯარი რა თქინდა. 2019-ში შვედებმა გაწევაც გააუქმეს და 16,000 სამხედრო მოსამსახურემდე ჩამოვიდნენ. მერე კი მოხდა ყირიმი და დონბასი. 2017 წელს დაბრუნდა გაწევა ოღონდ შეზღუდული მასშტაბით. AK-5 70-იანები ცივი ომი. ეხაც გადასარევად გამოიყურება. გარდა ვიზუალური მხარისა ეს დაბმულია, არ მიშობს. არა, შვედები ის ხალხი ოდესმე დაავიწყდეთ ვინ ყავთ მეზობლად. მით უფრო ახლა, როდესაც ისტორიული მტრობა რუსეთმა ყველასთან თავიდან გააღვივა. ბავშვებიც დიდი სიხარული დადიან სამხედრო მუზეუმში და არა მხოლოდ ბიჭები. ბოლოს და ბოლოს მართლა ყველაფერი ვიტრინაში კი არაა გამოკეტილი. შაშხანა და თოფი შეგიძლია მოირგო, კამზოლი შეგიძლია მოიზომო. ამ მუზეუმში ეგეთები შეიძლება. შეგიძლია ჩაიცო და მოიზომო. არა, ადრე ხალხი მართლა პატარა იყო. განა უნდოდა. ბარემაც არ უნდოდა, მაგრამ ხარის ამორჩევის გარეშე ცხოვრება შეუძლებლად ჩათვალა. უკრაინის მხარდაჭერა სწორია. ღირსების ამბავია, ადამიანურობისა და პრინციპების ამბავია, რაც შვედეთისთვის უმნიშვნელოვანესია. კანონის უზენაესობა, ევროპული უსაფრთხოება და სხვა. ჩვენ ცარიელი ხელებით არ მივსულვართ ნატოში. უამრავი სამხედრო შესაძლებლობა შემოვიტანეთ. შვედური ტანკი მოდელი 103. ეს ტანკი შვედებმა 70 წლის წინ გააკეთეს. აი, გაქანებული ცივი ომის დროს. და როგორც ხედავთ, ორიგინალური დიზაინი აქვს, არ აქვს, პრაქტიკულად არ აქვს კოშკურა. მას შემდეგ ეს დიზაინი ბევრჯერ დაიწუნეს, ბევრჯერ მოიწონეს. ახლა შეიარაღებაში აღარ არის, მაგრამ ხანდახან კონსტრუქტორები ისე უბრუნდებიან ხოლმე. ხომ არ ღირს იმ ძველი იდეის დაბრუნებაო. რა ვიცება? იქნებ ღირს. ამ თავისი გაქანებული ნეიტრალიტეტიდან შვედეთი გაქანდა და პირდაპირ საქმეში შეკანდა. სულ წინა ხაზზე. ლატვიაში ბატალიონის გაგზავნის გარდა პოლონეთისკენ გაფრინდნენ და საბრძოლო მორიგეობაზე დადგნენ მისი გრიპენები, რომლებიც იქ რუსულ თვითმფრინავებს დაძდევენ და არაძლევენ მამაძაღლობის საშუალებას პოლონეთისა და ბალტიის ზღვის თავზე. პირველი რაც გადაიჭირეს მზვერავი Il-20 იყო და ეგეც მარტში მოხდა, შარშან მარტში. უბრალოდ ინფორმაციისთვის. გრიპენი F-35-საც კი უწევს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე. ბევრი უნიკალური თვისების გამო. ამ თვითმფრინავის მეორე პილოტის წვრთნა აქვს გავლილი პრინცესა ვიქტორიას, ქვეყნის ტახტის მემკვიდრეს, რომელიც სხვათა შორის საოკუპაციო ხასთანაც არის ნამყოფი.
ხო, იქ სადაც ფეხი არ მიუდგამს არც ერთ პროჭორვილს 14 წლის განმავლობაში. ეგეც ტრადიციაა, სწორი ქვეყნის ტრადიცია. მომავალ წელს შვედეთში განთავსდება ნატოს ლოგისტიკის მთავარ რას დავდიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.